თუ მისმენს ბონდო მძინარაშვილი, ეხლა მის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, მე ველოდი, რომ ბონდო, რომელიც მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც ძალიან მძიმე წლები იყო ჟურნალისტებისთვის, ტელეკომპანია ობიექტივზე საუბარს მეტ დროს დაუთმობდა. და არა ისე გაკვრით რა, რომ ობიექტივს და კიდე მაესტრო თუ რომელიღაც არხი ახსენა წაართვეს ტელევიზიები. ბონდო ასე ადვილია? აი იმ წართმევაზე ლაპარაკი? მე წეღანაც გესაუბრე და ეხლა ეთერიდანაც იგივეს ვამბობ. განა ის ყველაზე მძიმე წლები. სწორედ ობიექტივი არ იყო ადგილი, სადაც შენ თავს პოულობდი, შენი პროფესია არ დაკარგე. საიდანაც მე ისევ ჩვენი მხარდაჭერით, უკვე პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერით, გახდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი. და შენ არ უნდა გესაუბრა ობიექტივზე და იმ ბრძოლაზე, რაც ობიექტივი ჟურნალისტებმა გაიარეს იმ წლების მანძილზე, მე მესმის იბერიაც, მესმის პრესაჯი, გიორგი მამაცაშვილის და ბექასი სივაძის ისტორია, მაგრამ ობიექტივის მთელი გუნდის ბრძოლა სწორედ ბონდო მძინარაშვილს შენ უნდა გესაუბრა ამაზე. და მე ვწუხვარ, გული მტკივა, რომ რაღაცნაირად დრო გადის, ჩემი კოლეგები და ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი რაღაც ვითარებებს შესანიშნავად ერგებიან და მე ავიწყდებათ, იცი, დღევანდელობამდე საიდან მოვიდნენ. და ამას ბონდოზე ვამბობ პირველ რიგში. და სხვებზეც ვიტყვი, როგორ ჩანს მომავალში, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვილაპარაკეთ, თქვენ, ვინც ობიექტივის ჟურნალისტები იყავით და კარგად გახსოვთ ისეთი წლები გაჭირვების, როცა ერთი ქვაბი იდგა და იმ ერთი ქვაბიდან მივირთმევდით ყველა, რომ შიმშილისგან არ დავხოცილიყავით და ყველას კარგად გახსოვთ, რა იყო ჩვენთვის მაშინ ის ერთობა. ეს არ იყო უბრალოდ ტელევიზია. ეს იყო ერთობა, რომელიც შეკრა პირველ რიგში დათო თარხანმოურავმა. და მოდით რა, როდესაც გამოდიხართ ესეთ საგამოძიებო კომისიებზე, ყველას ვეუბნები, ვინც მომავალში გავა კიდე. გაიხსენეთ, ვისაც გქონდათ ობიექტივთან შეხება, როგორ გედგათ გვერდში ობიექტივი და როგორ გადაარჩინა ობიექტივმა თქვენი პროფესიაც და თქვენი სიცოცხლე სხვათა შორის.